შეკითხვა მინდა დაგისვა ესე რომ აფხაზეთის თემატიკაზე. არის რაღაცა ჯგუფი, სამწუხაროდ არაპოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ რაღაცა ჯგუფი ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირ დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის, ну იგივე უნდა მოხდეს ცხინვალს შორის. რა თქმა უნდა, ვიცი რა არის არგუმენტები, რომ მეორე მხარეს კრიმინალები არიან, რომ ქართველების სისხლში აქვს ხელი გასული, საზოგადოების ზომბიერება ბევრნაირად შეიძლება. მაგრამ ანალოგიების თუ ვიმსჯელებთ, ხა ჩინეთსა და ტაივანს შორისაც კი სადაც რეზოლუციების და დოკუმენტებით ყოველდღე ლანძღვა დინება მიდის, იქ ეკონომიკური კონტაქტებისა, ექსპორტისა, იმპორტისა, კომუნიკაციებისა, ტრანსპორტის ურთიერთობს და ასე შემდგომ არ ვამბობ არაფერს ხა დანარჩენ რეგიონებზე. პირველი შეკითხვა მინდა დაგისვა თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირ დიალოგის დაწყება, რომელიც ბუნებრივია იქნება არააგრესიული, როდესაც ქართულმა მხარემ არ უნდა იძახოს მეორე მხარეს, თუნდაც ეს მართალი იყოს, რომ აი ხა ხვალ და გაპატიმრებდა, ზეგა გაფეთქებდა, მასე კიდე რაღაცას გიზავ. აი ამაზე რომ ვისაუბროთ, ეს სამშობლოს ღალატად და რუსეთის ჯანმრთელობა ჩაგუთლება თუ არა და მეორე. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და შევქმნათ რუსეთში ძალიან ძლიერი ქართული ლობი. თუ კი სომხები მაგალითად ჩვენი მეგობარი თუ მეზობელი სახელმწიფო ძალიან ინტენსიურად თან ერთდროულად იყენებს ძალიან ძლიერ ლობს მოსკოვში და იმავდროულად ძალიან და ალბათ კიდევ უფრო ძლიერ ლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყნებში. არის თუ არა ეს სამშობლოს ღალატი მაინც და მაინც ამ თემაზე საუბარი? სამშობლოს ღალატი თომას. აი მაინტერესებს ეს ორი თემა და რამდენად პერსპექტიულად ამას უყურებთ. პერსპექტიული ეს ყველაფერი თუ მოხერხდა ეს ამბავი სახელმწიფოს დონეზე პოლიტიკური ნება თუ იქნება. თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, მე პოლიტიკური ნებას ჯერჯერობით ვერ ხედავ, მაშინ აზრი არ აქვს ამაზე. მე ხელისუფლებაზე არ შევიკითხებ, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებით თუ მეკითხები, რასაკვირველია მაქსიმალურად უნდა შეიქმნას ეს რეჟიმი. უმბრალოდ გაუწევს თუ არა სოხუმის დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციასთან ჩასვლის თუ არა საჭიროდ ეს მეორე საკითხია. არა, რეჟიმი ერთად გავაზრდა ხა სოხუმსა და ოპოზიციას შორის ბუნებრივია მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. მე გულისხმობ იმას, რომ საერთოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე რომ მიხვიდე, საზოგადოებაში რაღაც დისკუსია უნდა იყოს. დღეს ჩვენთან აი სააკაშვილმა რაღაცნაირად ზომბირება გააკეთა, რომ ამ თემაზე თუ ვილაპარაკებთ, ჯაშუშები ხართ, ამიტომ პრაქტიკულად ეს თემა არის ტაბუირებული. ესე იგი, აფხაზეთში რა ხდება, ამაზე ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. მიდის ჟენევის პროცესი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს 1 წელი თუ 101 წელი, ამაზე არავინ არ უნდა ვილაპარაკოს. ეს არის დღეს ოფიციალური პოზიცია. თუ რამეს იტყვი, შენ ხარ ის რა ქვია, დაფინანსებული, რა ქვია ის რუსეთში რო არის, ებრალიზე და ფსბ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს თუ არა ეს პასუხისგებლობა, მე მგონია რომ ჩვენც ეს პასუხისგებლობა რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ, რომ როგორც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა მრავალწლიანი დისკუსია ამ თემაზე, უნდა გავხსნათ თუ არა ეს დისკუსია, რომ ხალხო ბედნიერი ვართ თუ უბედურიერი ვართ თუ გატყუებენ თუ რა იმ ფილმში რო არის, რომ სადაც მივდივართ, ეს არის ჩიხი, ეს გზა არის პირდაპირ უკვე დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობის, უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობის დანგრევა. то რაღაცნაირად დაიწყო საზოგადოებაში დისკუსია ამ თემაზე, რომ პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ასაკურველია, პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, გეთახმები. რომ მოუკლათ ეს სამხედრო ილუზიები, ეს სიმახინჯე, რომელმაც მიგვიყვანა უკვე ამ ტრაგედიამდე ორჯერ. კახა, შენ მიჩვეული ხარ დებატებს. შენ დღეს ესე იგი მე ვარ აქ მოწვეული. ჩაუბრუნდი ჩემს პროექტში. მოწვეული სტუმარი. ეხლა მე დამიგდა ყური ცოტა ხარ. ესე იგი მე ვთვლი, რა პირდაპირ დიალოგი უნდა იყოს სეპარატისტებთან, როგორც აფხაზებთან, ისე ოცებთან, პირდაპირ დიალოგი უნდა იყოს მოსკოვთან, ეს რეჟიმი უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერევანში დადიან, ზუსტად ამას ცდილობენ, როგორ მიაღწიონ რუსეთთან მოლაპარაკების რეჟიმის შექმნას და 15 ივნისის განცხადების მერე მედვედევი ცოცხალი თავით არ უშვებს ამ აზრს, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ რაღაცა ფორმით უნდა იყოს მიღწეული. სულ გახსოვს, რა შენ კი იყავი მაშინ სკოლის მოწაფე, მაგრამ იმ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ჩვენ 9 აპრილი მოხდა და უბედურება დატრიალდა, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები ზუსტად აპელირებას რუსულ საზოგადოებაზე ახსენდნენ. დღეს არ არის რუსული საზოგადოება, ან გაქცეულია, ან გაჩუმებულია, ან არ ვიცი რა გამგომარეობაშია ჩავარდნილი, შეიცვალა ისიც. დაბეჭავებული, განადგურებული, ჩაკეტილი და გაბრუებული ამ თავის ტელესიმწეთ. და იმ RTV-ია ის ჩვენ რო რაღაცა სიხარულით უყურებთ ხოლმე, სულ უყურებთ 20000 კაცი მოსკოვში. ასე რომ არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმის, რომ სხვადასხვა დონის, სხვადასხვა ფორმით
იყოს ურთიერთობა რუსეთთანაც, მოლაპარაკება იქნება, დალაპარაკება იქნება, ჩვენება იქნება, ლობირება. შეხსენება. ეხლა რაც შეეხება ლობირებას. არა მარტო სომხები, რომლებიც სულ ჩაანაცვლეს ქართველები, პრინციპში მოსკოვში მიჩეული ქართველების წლობით. არამედ აზერბაიჯანელების ადგილობრივი თემი იმდენად ძლიერია მოსკოვში, რომ ბულბულოღლი, რომელიც არის იქ აზერბაიჯანის ელჩი, ის დადის ხოლმე და იმათ რჩევას ეკითხება, როგორ მოვიქცე რა გავაკეთო. ისე კი არ არის, რომ პირიქით ქართულ, ესე იგი, ვერაფერს ვერ მოხერხდა ქართული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ძლიერი ქართული ორგანიზაციის ჩამოყალიბება მოსკოვში და საერთოდ ქართული ორგანიზაციის თავშეყრის ადგილი გაყიდეს ის არბაძე მდებარე მზიური. იცი როგორ ამ დროს რესურსი არის უზარმაზარი. სამედიცინო სფეროში, სამეცნიერო სფეროში, რომელშიც გინდა. და ეს ხალხი პრინციპში ამისთვის მზად არის ახლა. სასაცილოა, როდესაც ერთი პიროვნება, რომელიც, ну, რა ვიცი, მიბმულია ხან კგბ-ს კენელის კოსტიუმი დადის ხან რაღაცა, ის არის ქართველების სახე, ასე ვთქვათ, მოსკოვში. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ სურვილი უნდა ამასაც. ეხლა რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსეთთან, არა აქვს ამას ალტერნატივას ხოშურის, მაგ დიალოგს ჩვენ ბევრი ჩვენთაგანი ექსპერტებს გულისხმობ და სხვა ადამიანებსაც დიდი ხანი ეწევა. ეხლა გურამ ოდიშარიას ჩასვლა და წოხუმის ქუჩებში სეირნობა, რას უნდა მივაწერო თუ არა ამას. ზუსტად ამის გაკეთება უნდა დამყარდა და ამიტომაც ჩავედი ახლა. შედეგები მეორეს წაგ, მაგრამ ეს არის აუცილებელი. ის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ყოველწლიური შეხვედრები თუ ყოველთვიური შეხვედრები ხშირად რო აღთქმეთ. ესე იგი არის რაღაც რამდენიმე ადამიანი ერთის მხრიდან ქართველები და რამდენიმე აფხაზების მხრიდან, რომელიც უკვე 15 წელი ერთმანეთს ხვდებიან. ნუ რამის ანათესავდნენ და რამის ბავშვები მოუნახულენ ერთმანეთს. ეს არის ჩაკეტილი შეხვედრების ფორმატი, რომელსაც შედეგი პრაქტიკულად არ აქვს. აი გრანტით კეთდება. სახალხო დიპლომატიის თემა არის იმდენად მნიშვნელოვანი კავკასიისთვის, რომ არ ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მას განსაკუთრებული შედეგი არ მოაქვს. ეს ყველაფერი ილექება. ეს ყველაფერი რჩება მეხსიერებაში. ეს ყველაფერი გენეტიკის დონემდე დადის და ან გენეტიკას აღვიძებს და მე რაღაცა ურთიერთ მე ხა მეგეუბნები, რომ ისეთი ხალხთან მაქვს ნალაპარაკები, რომელსაც აი მე ვყავარ წვეთაყვანელი მაგალითად ცხინვალში 1999 წლის დეკემბერში. აი იმ ხალხთან მაქვს დღეს ხა ომის მერე არა წყულს არ ვიტყვი, მაგრამ მანამდე მქონდა გადასარევი ურთიერთობა, სადაც ცხინვალში შევდიოდი, მაშინ როცა მე მინდოდა. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის უზარმაზარი რეზერვი, კავკასიური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს არის უზარმაზარი რეზერვი, რომელიც უნდა აამუშავა აუცილებლად. ხელისუფლება მხოლოდ იმაშია საჭირო, რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და შექმნას ვერტიკალი, დიპლომატიური, სახალხო დიპლომატიური, ნათესაური, რაღაცა მისვლა-მოსვლა, ეკონომიკური და ასე შემდეგ. უამრავი ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი სურათი, როდესაც ჩანს, რომ არიან ადამიანები დაინტერესებული ხელისუფლებაში, ეს კონტაქტებმა არ იმუშაოს. არ შედგეს კი არა, არ იმუშაოს. იქითაც არიან. ყოველს არ ვიტყვი, რომ აფხაზურ მხარესაც არიან, ასაკური. ნუ ხლა ცხინვალის მხარეს ხო არიან და არიან. ნუ მოკლედ ხალხს არ იცი რა დღეში აგდები, ვინც მაგალითად გასვენებაში გადმოვა თავის ნათესავის და რა მდგომარეობაში ყავთ ის ხალხი მე. მე გეუბნები, რომ